საუბრით. სულ არ მეშინია რუსეთის შესახებ სიკეთე თქვა, ან ევროპის შესახებ სიკეთე ან ამერიკის. რა პრობლემა, რა ფორმულებით გველაპარაკებით? რამ დაგაშინათ ქართველებო ან რუსის შესახებ ლაპარაკით, ან ევროპის, ან ამერიკის, რა იყო რა ტაბუ აქვს დადებული? ნეტა ჯულის კანონებს ისე იცავდეთ, ნეტა წამს ისე იცავდეთ, ნეტა სიყვარულს ისე იცავდეთ. როგორც ეს რუსზე ლაპარაკი შეიძლება, არ შეიძლება? ამერიკაზე ლაპარაკი შეიძლება, რა შეიძლება და რა არ შეიძლება ჩვენ ამას ყველაფერს კარგად აგიხსნით. მაგრამ გავაგზელო გიორგი ბასილაძის საუბარი. ვერც წერენ სტალინზე რომ მას ბოროტი ძალა ქონდა რომ ჯადოქრები ეხმარებოდნენ და 1000 გვარ მონაჩმახებს. გეტყვით აგერ გიორგი ბასილაძე ამბობს, შემოსაყვარელო ქართველო ხალხო, უდიდესი მამა. სტალინს უდიდესი პიროვნული სულიერი ძალა ქონდა. მას ხვების დახმარება არ სჭირდებოდა. ის არა მარტო დროსა და სივრცეს ფლობდა, არამედ მატერიასაც. მან ერთხელ ვოროშილოს არაყი წყლად უქცია. სტალინის ჭიქი ჭაჭიცავზე რუნკა ედგა. ვოროშილოს ერთი სული ჰქონდა სტალინის მისთვის შეეთავაზებინა. მაგრამ სტალინმა ეს არ გააკეთა, არამედ ადგა და მეორე ოთახში გავიდა. ვოროშილომა რუნკა აიღო, გადაკრა და სიმწრით აღმოხდა ყობა თურმე წყალს არყის ჭიქით სვამსო. და ჭიქა ისევ შეავსო. შემოსულმა სტალინმა გაუღიმა, შევსებული ჭიქა აიღო, გადაკრა და ჩაილაპარაკა, არა მგონია რომ წყალი იყოსო, იცინეს. სტალინი სწორედ ამ ძალის წყალობით ახერხებდა ხილულად ყოფილიყო ბოროტი რეჟიმის უმაღლესი იერარქი და ამავე დროს უხილავად ებრძოლა ამ რეჟიმის ფუძემდებლების მასონური განზრახვებისა და მიზნების წინააღმდეგ. ამას რა თქმა უნდა ბევრი არ დაეთანხმება. მაგრამ გეუბნებით არა იმას, რაც ჩანს ჩვეულებრივი ადამიანის თვალთახედვიდან, არამედ გეუბნებით სულიერ საიდუმლოს. სტალინი ბერიას არ მოუკლავს. ეს იყო შურიძიები და ახსილი ურია ბოლშევიკების შეთითხნილი მზაკრობა. ნებისმიერი სახელმწიფოს პოლიტიკური იერარქია იმავდროულად არის უხილავის სულიერი იერარქია, სისტემა. სისტემა კი ემორჩილება ძალას. ძალა განაგებს იერარქიას. ნებისმიერი ადამიანი ამ პოლიტიკური იერარქიის რომელიღაც საფეხურზე რომ შემოსკუპდება, უკვე ღებულობს ამ საფეხურის შესაბამის ძალას. თუმცა მას პიროვნული ძალა შეიძლება არ გააჩნდეს. და როდესაც იქიდან ჩამოვარდება, ის ისეთივე უძლური ხდება, როგორი უძლურიც იყო მანამდე. მე ვამბობ ისეთებზე, რომლებიც ამ საფეხურზე შემთხვევით მოხვდნენ. ან ნაცნობობით. ან კიდევ იმიტომ, რომ უფრო დიდი თანამდებობის პირს სწორად რომ უძლური და მორჩილი ხელქვეითი სჭირდება. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც პიროვნული ძალა გააჩნდათ და გააჩნიათ. რაც შეეხება საკუთრივ სასულიერო იერარქიას, აქ ბოროტებისთვის ძალზე ძნელი იყო, მიეღწია სასურველი შედეგისათვის, თუმცა შეძლეს. სწორედ პოლიტიკურ იერარქიაში შეღწეული ბოროტების წყალობით, ეკლესიური იერარქიის საწყისი კეთილი, ამიტომ აქ ისინი გაცილებით ბზაყვარ და გამოცდით კადრებს ნერგავდნენ, რომ ხალხს კეთილი და ღმრთის მოსავები მოჩვენებოდნენ. როდესაც მათ სისტემა დაიმორჩილეს, მაშინ გაუჭირდათ მოქმედება ნამდვილ სულებს. დღეს მსოფლიოს მთელი რიგი ეკლესიების სადავეები მათ უჭირავთ ხელში და ამ პოზიციებიდან ცდილობენ ზეწოლას ჭეშმარიტი ეკლესიების მიმართ. ბოლო ჟამს ბოროტი ყველა ფრონტზე გვიტევს. მის განკარგულებაშია ყველა შესაძლებლობა, სტრუქტურები, სისტემები, როგორც პოლიტიკური, ისე სასულიერო. აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ წმიდანები პიროვნულად გაუძლებენ თუ არა. წმიდანები პიროვნულად რა თქმა უნდა გაუძლებენ, მაგრამ აქ ბრძოლა მიდის მასებზე, ხალხზე. მათ დაგუპვა გადარჩენაზე. ამიტომ უჭირს წმიდანებს, რადგან ბოლო ჟამის ადამიანი მთელი არსებით მიიდრიკა ბოროტისაკენ. ეს კი ხელფეხს უხსის ბოროტებს სამოქმედოდ. მე გავაგზავნებ. გისმენთ ზანეთ აბა. ზანეთ. ხალხო გამარჯობა. შვიდობა. ეგეთ ძალიან მაინტერესებს მე აი თქვენი განაცხადება ხშირად ვუყურებ ხოლმე. დიახ. და საკმაოდ ინტენსიურად მიდის თქვენი განაცხადებიდან განაგებები, როგორც სამწუხარო არაქრისტენზე. ისიც რა, კარგია, როდესაც ეხლა კი მამადაბელი წმინდანად არის შერაცხული მისი ცხოვრება რომ გადმოსცეს კი, მაგრამ აი მაგალითად რა მამა გიორგიზე ლაპარაკობს ვასილაძეზე, ხო? მე არ ვცნობი მაგ პიროვნებას ნამდვილად, მაგრამ ეხლა რასაც ბატონი დავითი ლაპარაკობს მასზე და რა ასე ვთქვათ გამონათქვამებსაც ვაჭრისმენ სრულიად გაშორებულია ქრისტიანობა.
კი ბატონო, გასაგებია თქვენი აზრი. აი ეს მაინტერესებს უბრალოდ თქვენი სამივე სახე, აი ეს ყველაფერი ნამდვილად ჯერათ რომ ქრისტესთან იყო მამა გიორგის ასე ვთქვათ გამორთმაში. კი ბატონო, გეტყვით, თქვენ მამა გიორგის წიგნები წაგიკითხავთ? რა მინდა საკითხო ახლა თქვენ არა, რა საჭიროა საკითხვა? არა, რა წაგითხვა რა საჭიროა, პირდაპირ შეგიძლიათ მსჯელობა, რა დიდებული ნიჭია. სხვადასხვა სტალინს ჰქონდა წაკითხული რამე არ ჰქონდა, მაგრამ შეეძლო ემსჯელა. და ალბათ თქვენს იგივე გაქვთ, არა? რამე არ გაქვს წაკითხული, მაგრამ ეგრევე ხვდები, ხო? ისეთ რა შესაძლოა, ნუ გახო. არა, საკითხვა, მე საკითხვა რეალია, მაგრამ იცნობდით საერთოდ? მეუბნები და რატომ ხადაგებს მაგედან? რას ხადაგებთ? რას ხდება? რა მოხდა სტალინის დროს, როგორ არ მოუკლავს ბერია? ქრისტეზე ჩვენ არ ხადაგებთ?